დემოგრაფიულია აღზრდեք საქართველოს რაინდულო საქართველოს აღზრდեք მოგონი ასე ქვია და ახლა პირველივე მინდა კითხვები როგორ დაინტერესდით და როგორ მიხვედით იმ აი ამ ასეთ ცხოვრებამდე რომ დაიწყეთ ახლა მოღვაწეობა ასეთი რომ ასწავლით აი ამ ორთაბრძოლებს დავებადე თუ არა აღმოჩნდი ქართლის სოფელში ეს კასპის რაიონია სოფელი დოესი და იქ ვიცით რომ სოფელი დაეხლაც ესე ძლიერად არა როგორც ადრე შენარჩუნებული იყო ტრადიციები ჩვენი წინაპრების მით უმეტეს საბრძოლო ტრადიციები ეს იქნებოდა ჭიდაობა, ყეინობები, ბერიკაობა ხოდა როცა ბავშვებიდან ვეჩავები ამ ვიყავი ყეინად ვიყავი სუჭიდაობდი ჩვენთან ქალში ალბათ იცით რომ ქალში ძალიან პოპულარულია სუჭიდაობდი მერე ვასთან ურთიერთობა პაპაჩევი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო მებრძოლი იყო კაი მეღვინეც იყო აი როცა ამბობთ სიტყვა მებრძოლს ეს რას ნიშნავს რომ ხშირად ჩხუბობდა თუ ალბათ საბრძოლო ხელოვნებას რო ეძახიან გოლიათ რომ აი კარგად ჩხუბობს ის კაი მოჩხუბარია და იმასთან კავშირის ჯობი არ დაიჭირო ქცევს და ეს ის არც უამისობა ალბათ ხო ნუ ეხლა არის საჭირო ხანდახან ზოგს კი ჭკუნა ასალო მაგრამ ეცადო რომ არა მუშტებით და ისე რომ ვიცოდეთ არსებობს საბრძოლო ხელოვნება ცალკე ხელოვნებაა როგორც პიროვნების აღზრდის და რაინდის ჩამოყალიბების ადამიანის მეორე არის ორთაბრძოლის ხელოვნება და მესამე არის საომარი ხელოვნება. ნუ საომარი ეს რომელი რა არის ხო? ნუ საომარი ეს არის უკვე ბატალიონური ბრძოლები რო არის, ეს უკვე თავარსარდალი უნდა იყოს, ეს უკვე დიდებულთა საქმე იყო. ეს ალექსანდრე მაკედონელი, გიორგი სააკაძე და რო ავიღოთ ეს დიდი ბაგრატიონიჩვენი, ეს არის საომარი ხელოვნება. ესე იგი შეგეძლოს სტრატეგია, ომის სტრატეგია შეიარაღება გამოიყენო და გაიმარჯვო მოწესრიგება. დაგეგმოს ადამიანი. ეს თელი სტრატეგია. ხო და ორთაბრძოლის ხელოვნება ეს ბოლოს ვიტყვი. ორთაბრძოლის ხელოვნება ეს როგორ მოერიო. ანუ ილეთების დიდი სისტემა, კლასიფიკაცია, რა ილეთი არის, რა არის მისი კონტრილეთი, როგორ ჩაავლო, როგორ დაიდო, ქართულ ჭიდაობა რო ავიღოთ. ილეთს თავისი კონტრილეთი. ხო, მაგრამ ომის დროს ალბათ ხელით ხო არ ხარ? აი ომში ხო და ომში იარაღსაც უნდა ფლობდე და ილეთსაც უნდა ფლობდე, მაგრამ ეს უნდა უკვე მართოს ხედამთავარმა შენი ის რა დროს რა გამოიყენა. და საბრძოლო ხელოვნება ეს უკვე პიროვნების ჩამოყალიბების ის არის. ანუ პიროვნება ხდები მებრძოლი. სიტყვა ბრძოლა ეს ისეთი ფილოსოფიური სიტყვა არის, იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით ლამაზი ყვავილი, აი ვარდი რო ავიღოთ, მიწიდან რო ამოდის, იგი ბრძოლობს, ებრძვის ნიადაგს, რომ თავი გამოყოს და მოდის და ბრძოლით ებრძვის ქარს, ებრძვის მზეს, ჰარმონიაში შედის. ბრძოლა არის ჰარმონია. და რა რაღაცა დაამცირო. ამიტომ არის აქტიური და ეს ჩინელებს რო აქვთ დიაგრამა, აქტიური და პასიური ძალისა. იქ არის ერთი ბრძოლა არის. ანუ შემოქმედებითი ურთიერთობა არის ბუნებასთან, პიროვნებებთან. ეს რას გულისხმობს ერთი იანი და ინ და იანს რო ეძახიან ჩინელები. ანუ აქტიური ძალა და პასიური ძალა. ანუ შენი მოწინააღმდეგე და თუ მასთან ჰარმონიულად განვითარდები, ყოველთვის იმოძრაებ და ყოველთვის იქნები ძლიერი. და იქნები ყოველთვის ბალანსში, ენერგეტიკულ ბალანსში და თუ პატრა დარღვევა გექნება, ესე იგი ვერ შეხვედი ჰარმონიაში ბუნებასთან და არ ახარ მებრძოლი. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად ადამიანში არსებობს შავი და თეთრიც, ესე იგი მისწრაფება კეთილისკენ და ბოროტისკენ და ისიც აუცილებელია ის შავიც, ხო? თუ არა? აი დაუკვირდით მალადას, რომ იქ რო არის თქვა წითელი და ლურჯი თუ ავიღეთ, წითელში ლურჯი წერტილია და ლურჯში წითელი წერტილია. ესე იგი დეთრში ყოველთვის არის მამაკაცური რაღაც საწყისი ჩადებული და ასევე მამში ჩვენ გვაქვს ახლა კაცებს გვაქვს სინაზეც გვაქვს, ხო, მობიერებაც აქვს და სათნონებს სადღაც ვარ და ასევე მამაკაცი მებრძოლები, ქალებიც მებრძოლებიც ვიცით რომ არიან, როდესაც საჭირო არის. ხშირ შემთხვევაში ძალიანაც. კი, საბრძოლო ხელოვნება ზუსტად ასწავლეს, რომ კაცი ხდება, კაცს აქვს თავისი
ზღვარი, თავისი სისტემა და იგი როგორც კაცი ჩამოყალიბდება, როგორც პიროვნება რაინდი. და ამ საბრძოლოხელს აქვს ქალორის მხარე, რომელსაც ჩამოყალიბდება ქალური მხარე. გასაკუთრებით იგი ფლობს, ჩინურ ფილმებში კარგად არის ნაჩვენები. ჩინურ ფილმებში. არის ილეთები, რომელიც კაცი არ იკადრებს, ის მხოლოდ ქალების ხვედრი, ასევე იაპონურ სისტემაში. მაგალითად რა ილეთია ასეთი, რომელსაც კაცი არ იკადრებს, დაუშვათ სახის დაფხაჭი. მაგალითად, ქალი რო ავიღოთ, მაღალი დარტყმები ფეხით ქალი არ იკადრებს ჩინელი. ფეხით არ ვუტყვა? ეს ძალიან არატაქტიკურად ითვლება, კაცს შეუძლია. ის მოგზაურებული მოძრაობით უნდა გაიმარჯვოს. კაცი პირიქით ის ბობოქარია, ის ძლიერია. და საერთოდ რამდენად არის მიღებული დაუშვათ ქალის და კაცის ჩხუბი ერთმანეთში? არ არის მიღებული. მაგრამ ამას კინოში აჩვენებს. აი ამას ზუსტად საბრძოლო ხელოვნება ზრდის. რომ ეს არ არის მიღებული. რომ ქალს მამაკაცი დაინახავს თუ არა ქალს, მულს ედგება და ხელზე კოცნის. ხო. ეს არის. ეს საბრძოლო ხელოვნების ოსტატებდება, ეხლა გინჩინელი იყოს და გინდ ჰოლანდიელი და მით უმეტეს ქართველი. ხო, მე იმედი მაქვს რომ ქართველი უფრო მეტი იქნებია ვიდრე ჰოლანდიელი. და აი ეს და მეორე მხარე არის იწყებს საბრძოლო ხელოვნებაში სწავლებას ორთაბრძოლის ხელოვნების ერთ-ერთი მხარეა. მაგრამ ასევე უნდა იცოდეს დიდი ჰარმონია, ენერგეტიკა არის ეს. საერთოდ ორთაბრძოლა უნდა იცოდეს, კოსმოგონია უნდა იცოდეს, ფილოსოფია უნდა იცოდეს, ენერგეტიკაში უნდა ერკვებოდეს, მეღვინეობაც უნდა იცოდეს. და მეღვინეობა რა კავშირში არის დაუშვათ? როგორ რა კავშირში? ღვინო დიდი საშუალებაა შემეცნების. როგორც პიროვნების შემეცნებისა, ისე სამყაროს. ღვინის გარეშე ვერაფერს ვერ შეიცნო, როგორც მეღვინე იცის. ეს თქვენ ამბობთ როგორც მეღვინე თუ საერთოდ ცნობილია? ცნობილია, ეს ხო შეგვიძლია თქვათ, რომ ჩვენ ქართველები პირველი მეღვინეები ვართ სოფლიოში. ხო, ალბათ, ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ითვლება. როგორც ახლა ეთნოგრაფიულ მასალებს რო ვერკვევი, კი, ყურძენი იყო ყველგან, ველური და ისი. მაგრამ არავის არ მოვიდა აზრად, რომ ყურძენი დაეწურა და მისგან ღვინო მიიღო, გარდა ქართველის. დომისტიკაცია მოხდა. ეს კიდე კაი, ქართველი არწეს ეს ამასებს ბერძენი და იტალიელი მეცნიერები. ხო, არა, ეხლა მიღებულია, ეხლა თითქოს მიღებულია, რომ ეს აღიარეს როგორც იქნა და ხო, არქეოლოგიური გათხრები და ეს ადასტურები. და მეორე გონების აი ეს რო ეძახიან სერევიშის თვა. ხო? ტვინის. აი ეს არის მხოლოდ ღვინის საშუალებით შეიძლება მისი მოყვანა ფორმაში და მისი გახსნა. ესეც ჩემი სიტყვები არა. ხოდ გააჩინა ყანწები არა მხედველობაში. მე ვიძახი ნამდვილ ღვინოს და ნამდვილი ღვინის სასმისებით. მთელი ის არის, იმიტომ რომ ისეთი თვისება გვაქვს, თუ ვაზე ვილაპარაკეთ, რომ იგი იწოს მიწიდან, იცით რა, როგორც მეღვინე გეონებით, აი მაგალითად მანავის წვანი ავიღოთ, ხო? აი სოფელი მანავი. ერთი ფერდობია, სადაც აი მანავის ის ვაზი იწოს იმას და იძლევა იმ ჯიშს, რომელსაც გაძევს შვენიერ მანავის ვაზს. 2-3 ნაბიჯი აქეთ იმ ზონიდან ფესვი ვეღარ იღებს იმას და სულ სხვა ჩვეულებრივი ღვინო გამოდის. ესე იგი, რაც საჭიროა ვაზი იწოს, ამას გადასცემს ტევანს, ტევანი გადასცემს ღვინოში და ეს ადამიანი იძენს ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ღვინო არის ძალიან ძვირფასი პროდუქტი. ოქროს ფასი აქვს, ნამდვილ ღვინოს.
საბრძოლო ხელოვნება ხო ვთქვათ რომ თუ იმას გულისხმობთ რომ დათვრებია მე ერთმანეთს რომ უბრახუნებენ ეს სხვა საქმე. ალბათ არის საბრძოლო ხელოვნება რაინდი რაც ნიშნავს ალბათ. როგორ შეიძლება რომ რაინდი თუ დათვრება ისე დათვრება რომ ჯერ ერთი ვერავინ დაინახავს. და ისიც სიყვარული დათვრება და ესე გალეშილი რაინდი და მიწაზე დაგდებული და მოჩხუბარი და მოგინარი რაინდი მე არ გამიგე. ეს უბრალოდ ეს არის უბრალოდ ორთავბრძოლის ხელოვნება და არა საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი, რომელიც კარგად ჩხუბობს, კარგად ორტავს და მიაჩნია რომ ღონე მაქვს და ძალა ჭრისო ყველგან. ეს სხვადასხვა ბიბლიაშიც ის არის, აი გმირი, რასაც აი ბეზონ გმირი ეს უარყოფითი პერსონაჟია, უარყოფითი პიროვნება და იმას აქვს სულხან საბა ორბელიანს აქვს ესეთი განმარტება გმირი. კი. გმირი არის კაცი დიდი და საზარელი ტანით, მეტი და გადარეული და საქმითაც ხო? მეტი და გადარეული ძალით. და რაინდის განმარტება რა? რაინდი არ ვიცი, არ ვერ ვნახე. შეიძლება აქვს, მაგრამ არ მახსოვს. მაშინ უნდა ვიპოვოთ რაინდი. და აი თქვენ განმარტეთ მაშინ რაინდი. ხო, რაინდი კოდექსები გვაქვს ჩვენს ქართველებს და რატომღაც მიუწყებული გვაქვს და მისი ამოტივტივებას არც აპირებენ და რატომღაც იღებენ იაპონურ სამურაის ბუსიდოს კანონებს იღებენ. კაი, ღირსეული კანონებია რასაკვირველი. თუ რაინდი ხარ, ჯერ პირველ რიგში შენ უნდა იყო დიდსულოვანი. აი აქედან იწყება ადამიანი. რაინდი არის მაშინ, როდესაც იგი შეიცნობს რა არის დიდსულოვნება. ამას თუ ახსნა შეიძლება, ძნელია. ამაზე საუბარი. მეორე რაინდი რისგან განსხვავდება გმირისაგან და მოჩხუბარისაგან? დიდი ნებისყოფის ძალა გააჩნია. დიდი. იმიტომ დათმობებს ძალიან იშვიათად შეუძლია რომ ნებისყოფაში შენ იგი დაასუსტო და წყობიდან გამოვიყვანო ადრევე ნერვები მოუშალო, ან ესეთი პროვოკაცია მოუწყო, რომ იგი წამოეგოს. ეს ორი თვისება საკმარისია თუ გავაგრძელო? არა, როგორც გნება, მაგრამ მე მინდა დავამატო კიდე. ძალიან ჯამთელი უნდა იყოს. ფიზიკურად ძლიერი. ჯამთელი, იმიტომ რომ ჯამთელობას აი სპორტი სამწუხაროდ შედეგის დაგეგმვა არის. და არა ჯამთელობის დაგეგმვა სამწუხაროდ და რაინდობა პირველ რიგში შენ უნდა გახდე ჯამთელი, იმიტომ რომ ჯამთელი ცხოვრების წესი უნდა ქონდეს შენ. და აი მაშინ როცა ხარ შენ ჯამთელიც, გააქვს ნებისყოფა და ხარ დიდსულოვანი, შენი ცხოვრების წესი თვითონ უკვე სულ სხვანაირი ხდება. სიტყვა რაინდი ხო რინდისგან წარმოდგება, იცით რა, სიტყვა რინდები. რინდები ეს არის ჩვენი ძველი რაინდული თქვა ავიღოთ ყარაჩოღელები. ხო არის რაინდები. და მაგათ წარმოსახვითი ქალი არ აყავთ, მათ ჰქონდათ ღვთაებრივი ქალი, სიყვარული, ესე იგი ის უფრო მაღალია ვიდრე ფიზიკური ქალის. ხო. და მათი კავშირი რითი ხორციელდებოდა, ხო იცით, ხელში რა ეჭირათ მაგათ? თასი. თასში რა ეს? ღვინო. ესე იგი ღვინო რას ახსნით? სიყვარულის გზას ხო? და რისის შემაერთებელი იყო? ეს შემაერთებელი იყო დიდსილოვნებისა, რაინდობის, ნებისყოფისა და დიდი სიყვარული ზეციურ ხდაების. და როგორ ჩხუბობდნენ იცით ხო ყარაჩოღელები. ხო, ახლა აი ცოტა მაშინ ახლა ქართულ იმაზე გადავიდეთ საბრძოლო ხელოვნებებზე. აი გრიშაშვილს აქვს არაჩვეულებრივი წიგნი ლიტერატურული ბოგემა, რომელიც თქვენ წიგნში მოხსენიებულია. კი, რასკევია. ხო და აი რა ტიპის თბილისში იყო, მას როგორც აქვს აღწერილი მის ბავშვობაში, 3 ტიპის მუშტიკრივი, ხო. ჩვენ წინაპრებს მინიმუმი გააჩნდა 6 საბრძოლო სტილი. 6 საბრძოლო სტილი. თან ჩამოყალიბებული, თან თავის ფილოსოფიით, თავის სიზიდიერით ცნობილი. ავიღოთ პირველი სტილი, წიგნში დავარქვი ხალხური საბრძოლო სტილი, დაბიოთ დავარქვით. იმიტომ რომ გლეხი კაცი მოჭიდავე იყო. მთელი თვისება ქართული ჭიდაობის არის ვაზის თვისება აქ მაგას. იმიტომ რომ ყველა ილეთი ისე არის ჩახვეული, დახვეული, როგორც აი ვაზი ეხება საარს. ჩავლებები აქვს როგორც მისი ნამგალებით ჩაავარეს. რა თქვენ გონიათ რომ ეს ვაზი მიმდინარეო? შუაკაურები, გვერდითი ჩავლები, გადახვევები, მოგვერდი რაღა? მოგვერდია, გვერდის გაკვრა არის. უნდა კარგად უნდა როგორც ვაზი ჩაეხვო. მესმის, მაგრამ ნუ ეს საიდან მოდის ესეც ვაზიდან არის? კი. აი თუ არ გიჭიდავიათ ხო? ნუ ბავშვობაში ცხადია ვჭიდავდი, მეც კასპის რაიონში ვარ გაზრდილი. ოდარ მითოს აბრახსირდება. თითოეული მოძრაობა არის აი ესეთი ჩახვეულ დატრიალებთან სწრაფი.
მაგრამ მე ყოველთვის ვარღვევდი ხოლმე, ისინი ამბობდნენ არა, მე კისერში მიყვარდა ხოლმე წაჭერა ხელის. არ შეიძლებაო, ესე არ გამოდის და არ შეიძლება. და მეორე რა განსხვავება არის, ერთ-ერთი ჭიდაობაა ქართული სოფლიოში, რომ წოლი და ჭიდაობა არ არის. სუფეხზე ჭიდაობ ჩვენ ქართველები, იმიტომ რომ იმდენი უბედურება ქონდა ჩვენ ქართველებს, იმდენი მტერი ყავდა, რომ თუ ჩოქელაზე გადავიდოდით, ეგ მტერი გადაგვივლით. ეს წავაქცევდით, უკვე უნდა შემოტრიალება ეს ფსიქოლოგიურად რომ მემოქმედებს. აი ამ ჩვენი ცხოვრების და წესთა გამო შეიქმნა ეს ქართული ჭიდაობა. ფეხზე დგომე დაქვია. დაუკვირდით ჩვენ ძიუდოისტებს, ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებს, იშვიათად თუ ვინმე იქ ჩოგჯერში გადავიდა, იშვიათად. სულ ყველას ოლიმპიური მედლები და იყოს ვერცხლის, სულ მოგებული ქართული ლეთები. სამწუხარო ქიმანუაცია და არაჩვენი ჩოხა. სულ ქართული, სულ მოგვერდებით აქვს მოგვერდებული, სულ შუაკავრებით არის ოლიმპიური. და ის რატო არ გავრცელდება მსოფლიოში აი ესენი თუ გავრცელებული? აი იაპონელი როგორ ავწევს, აქვს ფული ფილმზე სულშობს გასხოთ რომ გეინეძიუდო დაწყებული ჩადეს ფული და ეს კურასაოს დავალებული ქონდა რომ ქართულ იმითი იაპონურის ერი ამოვატივდიოს თავიანთი სამორეების კოდექსებით თავისი ჯიუდოთის ჯიუჯიტსით და კარატეტით და ყველაფერი იგი არსებობდა ჩვენ პატრა ღარები ერი ვართ გვაქვს ბევრი ტრადიციები საბრძოლო მაგრამ ფული არ გაგვაჩნია და სურვილიც ალბათ ვისაც მდიდარია ამისთვის ჯერ არც და არც ეხლა გადავიდეთ მაინც დაუბრუნდეთ ეს პირველი სტილი აღიარებთ ხო? ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ამ პატარა ერს როგორ შეუავს? ბუნებრივია რაღაცას ნიშნავს ხო? ერთი პატარა ეპიზოდის თუ გაინტერესებთ ჯიუდოსთან ქართულ ჭიდობასთან დაკავშირებით იქ ვიყავე ბელგიაში შევედი ჯიუდოს აკადემიაში მაინტერესებდა იქ როგორ ჭიდაობდნენ და სურათები აქვთ გაკრული და ერთი დიდი სურათი აქვთ გაკრული და ეს არის ანტვერპენში ვიყავი 8 კაცი გავიდა რა ნახევარფინალში გავიდა ჯიუდოში ევროპის ჩემპიონატზე და მე ვთქვი რატო ესე დიდი სურათი რას ამბობ ესეთი ერთ-ერთი ძლიერი ყავს რომელიც ნახევარფინალში გავიდა და სოფიო პირობებს წარმოგიდგენია თუ ერთი-ორჯერ დააჩოქაო იაპონელი მოჭიდავეო და მე მეკითხება ქართულს ეხლა თქვენ რო რა წარმატები გაქვთ ჯიუდოში ჩამოვთვალეთ ეხლა გავეთინა და ისევ იაპონელი წაგიქცევია თუ მეკითხება რა ნაუთხა ესე იგი რა ტრადიციები გვაქვს ამ ქართულ წინააღმდეგ ესე რომ მეთქვა მაგისთვის რომ ამდენი ოლიმპიური ამდენი რატო არ უთხარით როგორ არ უთხარი რა უთხარი კი ერთად დავჯექი და ქართული გუნდს მე დავიდეთ ხო და მე თქვა რომ ეს ქართული ჭიდაობაო თქვენ უნდა განავითაროთ უნდა მოიკიდათ თავით განავითაროთ მაგრამ რა უთხარ ვერ ვავითარეთ არა ვერ არაფერი აქვს მეორე საბრძოლო ხელოვნებაზე გადავედით ეს სტილი ხო გარის სტილი რო არის ჩვენი სტილი მეორე სტილი აღოთ ბერიკების სტილი ეს აბა ცხოველური სტილი აი ეს რო ცნობილია შაოლინის ხუთი ცხოველი და აქეთ დათვის სტილი და აქეთ დრაკონის სტილი და რაღაც ვითომ გველების სტილი და ეს კატის სტილი რა აი როგორც ბერიკას და ყეინაშვილების გვარი წარმოდგენით იმდენი საბრძოლო ცეკვები გვაქვს ჩადი აი ქართული ცეკვა აიღეთ ეს არის ბერიკაობის შვილთა შვილი რომელიც შემოვინახა ის საბრძოლო სული რომელიც იყო ბერიკაოს შადები წინასწარ ტყაოსნები იყვნენ ბეწმოსილები დადიოდნენ მე ჩავთვით ჩოხა თორე ჩვენ სულ ტყაოსნები და აი ეს ილეთები სულ აღებულია ის პერსონაჟების მოძრაობები იყო და რომ დაუკვირდებით ეხლა მეორე წიგნს ზუსტად აი მაგას ვეხები პირაში ცოტა შევეხე თითოეული მოძრაობა თითოეული ეს ჩაკრები რო ქვია ჩვენთან ჩაკრები არის სუფთა საბრძოლო
გასვლა, დაცვა, მუხზე ჩაკვრეთ ცეკვაში რა ისეთ თან ნაკრები ქვია, არის მუხზე ჩაკრები. არის ხო, რამდენადაც ვიცი, ახლა რაც შეეხება ცეკვებს, რამდენადაც ვიცი, ცხადია გამოყენებული იყო ილეთები, ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი, რომელიც თქვენ გაქვთ, ინიტებული კოტე ჯანდიერის მიერ დაწერილი. მშვენიერი წიგნია. ხო, მშვენიერი წიგნია. ეს ცხადია ძველი ილეთებია, მაგრამ პრინციპში ბალეტი შეიქმნა, აი, 20 საუკუნის. ბალეტი დავარქვა, სცენაზე რა ხანავიტანად ბალეტი გახდა, მაგრამ ბრძოლაში შექმნილია ვიღაცა აი პერსონების კონკრეტულად სუხიშვილის, რამიშვილის და ასე შემდეგ. ხო, ეს უკვე თვითონ შეაკოტიწეს და რაღაც სისტემად ჩამოყალიბეს, თორე ჩვენ წინაპარს ამ ბალეტად თორე ისეთ ამ ფერხულები ერქვა, საბრძოლო ფერხულები. თქვენს კასპიის რაიონში ხართ გაზრდილი და მე მახსოვს რომ საღამოობით არც სინათლე იყო არც არა ხინები ერქვა ხოლმე ბედროზე გადაატრიალებდნენ უკრავდნენ და ცეკვა თამაში იყო ხოლმე სიბნელეში და იქ რაღაცა ვერ ავხედავდი ისეთ ილეთებს როგორიც დაუშვათ სცენაზე რომ დახკიან თითო წერზე და რაღაც ეს კი ისეთი ჩაქრევითი ილეთები არის იქ რომ მოწინავე გიმწუს ფეხზე შეუძრე და გამოიყენო ტრანსფერობიდან ეს მუხლით შესვლა არის ესა კი ახტობითი შესვლა დგომითი შესვლა ეს არის კარატის ფილმში ასრულებენ რომ ზრიალებენ და რაღაც დაუკვირდა სულ მუხლზე ატრიალებს ჩვენ ქართული მუსიკა იმენი ზრიალები გვაქვს რომ შესწავლა უნდა არასწორად ამისთვის თორე ან ფერხულები ორსართულიანი სამსართულიანი რომელზეც კიდეზე უსვათ აზრებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე უკვე აღარ ვიძახი მით საკულტო დანიშნულებას ენერგეტიკას ეს უფრო წინა ქრისტიანული პერიოდი იყო და ყველაფერი ეს ეკვა დაკავშირებული იყო კულტთან ენერგიასთან დღესასწაულებთან რომელიც თანდათან ქრისტიანობაში უკვე განზავდა და იდეკაში შევინარჩუნა ესე იგი ეს ბერიკაობა მაინც ნუ გასაგებია რომ მაგრამ საიდან მოდიოდა თვითონ ეს ბერიკაობა ეს რა რიტუალი იყო წარმართული არის თითოეული ბერიკაობა თითო ბერიკა ქონდა თითო ღვთაებას ქონდა თავისი ტრადიცია თავისი ცეკვა თავისი წესი როდის ხდებოდა რაც ხოლის უნდა გეთამაშა და ესე იგი ეს გაერთიანება იყო ამ ასე ვთქვათ ღვთაებების ტოტემების გაერთიანება ტოტემების ღვთაება და თავიანთი საკვებით ყველა ღვთაებას თავისი საკვები ქონდა თავისი ცეკვა ქონდა თავისი სიმღერების ხო რა უნდა ვილაპარაკოთ რა ფენომენია ქართული ცეკვა და ქართული ფენომენი და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ბერიკაობით ესე იგი თქვენ ორთაბრძოლებს აღიქვამთ ისე როგორც კულტურის ნაწილს ამაში შედის სიმღერაც ამაში შედის ცეკვაც ამაში შედის საერთო ცხოვრების წესი ადაწესები ტრადიცია კარგი მაშინ ახლა გადავიდეთ ახლა ბერიკაობა ეს ყოველი აღიარებთ უკვე ორი გვაქვს ხო მესამე ავიღოთ ჩვენი ხევსურები სვანები ფშავები ახლა არ გამომჩეს ანუ დავარქვათ ქართული შიელთა თუშები კი თუშებს შვენიერი ჯოხის ისეთი ჯოხის სისტემები აქვთ ორთაბრძოლისა რომელიც ახლა იაპონიები რო აჩვენებენ არაფრით არ ჩამორჩება ავიღოთ ხევსურული ფარიკაობა ეს არის ფენომენი იმიტომ რომ 30 წელი ვარჯიშობ ამ აღმოსავლეთ საბრძოლო ხელოვნებებში ასე თუ ისე ვერ კვევი იაპონურ კენდოში ჩინურ ჩანშუქია მახვილის ხლობის ხელოვნებაში ერთ-ერთი უნიკალურია. მე იმათ არ ვაგდებ ის დონეზე, მაგრამ საქართველოს გვერდზე მოვუდგე. ხევსურული ფარიკაობის უნიკალური სისტემა არის. ეს ფარისა და მახვილის ერთობლივი სისტემა, როგორ უნდა შეხო დაცვა, ესეთი არავის არ აქვს. თან რაღაც პატარა ფარები არის ძალიან. კი, უნიკალური და მეორე ერთი დიდი მაგიური სქემას არ დაკავშირები ხართ რა არის. იქ წრე არის. ხო. ლავაზის სქემას კი წააგა სასგრელი, მაგრამ წრე არის. რომბია, სამკუთხედია და ოთხკუთხედია. ეგ არის მიწის კოსმიური ძალის, მიწის კოსმიური ძალის და ადამიანის შერწყმის დიდი დამცველი ძალა, მაგიური ძალა განსხვავებს ხევსურულ ფარს. ჯერ ესეთი. აი დავუკვირდით, რამდენი ისინი არის იქ ჩადებული და ჯვრები. და ფარიკაობა უნიკალურია ეს. ხევსური ისე ფლობს, რომ პატარას დაარტყავს და პატარა წვეთი გადმოდის და ეს არის იმისად რომ გაგჭიხავ. თან ხევსურში ნაბიჯი უკან არ არის.
Hepsi soracağım. Adam dedeme bana. Burada moğda. გაოცების უნდობ ამის აი რაკია ხშირად ვარჯიშობდნენ, ხშირად ქონდა ხოლმე თავის ტრავმები და ოპერაციებზე ტრეპანაციას აკეთებდნენ იმ დროს და ქვით ხეხავდნენ იმას. კი, აი წინშიც აქვს მოყვანილი. აქიმები აკეთებდნენ მაგას, ტრეპანაციას ყველანარი იმის გარეშე. ხო, და ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ რა ტკივილი არის, ახლა რომ იხეხავენ რაღაცა და რატომ ადამიანზე თავში, იმიტომ რომ ხევსურ ფარეკაობაში ისია დაცული, რომ ერთადერთი თუ შეგიძლია მიწოდე მარტო თავის ქალას. ვერ მიუახლოვდები. ხო და აქ სხვა მალული არაღების ქონდათ, ქვიათ სათითენი ქვია. ხაჯიების, საჟეჟი, რესულები და ისე, რომელიც თავის ქალას უტევენ მარტო. და ეს რაღაცა იარაღია ესეთი? კი, კასტეტებს რო იძახიან ევროპაში. ხო, ეს უკვე სუფთა ქართ, არა, ცერზე არის. ცერზე ჩამოსულია და იწვევს დიდ სისხლდენას და ტკივილს. და ეს ზუსტად ეს მინიშნება იმისა, რომ თუ ხარ მებრძოლი, ასევე ძალიან უნდა მოტიკული იყო სიტყვაში. ესე იგი, სხვისი პიროვნებას დიდი პატივი უნდა აქვს. ესე იგი, რაღაცას თუ აპირებ, უნდა იცოდე, რომ წინ მეორე რაიდი გიდგას და ის კაცსაც მეიღებ. ამიტომ იყო ისინი არიან დინჯები, დუმარენი. შემდეგი მეოთხე სტილი შეიძლება ჩავთავაზოთ ჩვენ დიდებულთა სტილი დავარქვი, ეს არის აი ზუსტად მეომრის ხელოვნებას რო ეძახით, საომარი ხელოვნების სტრატეგია. ეს არის ჩვენი მთავარსარდლების საბრძოლო დიდი ლიდერების აღზრდის მეთოდი. ანუ თავადი იზრდებოდა როგორც მეომარი. უკვე თავადური სისტემით. ის ფილოსოფოსიც უნდა ყოფილიყო, მომღერალზეც, კაი მოთამაშეც, კაი სტრატეგი, კაი მონადირეც უნდა ყოფილიყო, აი მეთევზეც უნდა ყოფილიყო. იარაღებსაც უნდა ფლობდეს, კაი ჯირითიც უნდა შეძლებოდა და ასე შემდეგ. ეს არის სისტემა. ალბათ რაც მთავარია, უნდა გარედან უნდა შეძლებოდა, დაენახა თუ რა ხდება მთლიანად მთელი ბრძოლის ველზე. და ეგეთი დიდი ხედავთავრები ბევრი ყოლია და იცით რომ ეს სტილი იყო ხედავთავრების, ანუ დიდებულთა სტილი. მაგითი ხვედრი იყო სამშობლოს დაცვა, ჯარის მართვა, საომარი მოქმედების მართვა. ეს სტილი იყო. და როგორც თქვით, მეხუთე, ეს არის თბილისური სტილი დავარქვი. უნიკალურია ჩვენი თბილისი, ეს სულ სხვანაირი მიდგომა, იმიტომ რომ აქ უკვე შენ ქალაქელი ხდები, აქ სადღაც კუთხეები გავიწყდება და ყველა არის თბილისელი და თბილისში იყო ყველა ყარაჩოღელი. იმიტომ რომ ყარაჩოღელს ეროვნება არ აქვს. ყარაჩოღელი იყო ძირითადად ხელოსანი. ერთ-ერთი ფილოსოფოსი იყო ხელოსანი, მაგრამ აქ უკვე უნდა მივუდგეთ სუფიური კუთხით. ეს იყო სუფიური ორდენები ჩვენ თბილისში. იცით? შავი ფერი ეს სიბრძნეს განასახიერებდა, კაი მეამბოხე რაინდები იყო. ყარა ამას ნიშნავს თო? ხო, ყარა ეს არის. იცით, შავი სიბრძნე, ჰქონდათ მწვანე ფერის, ეს მუდმივ გაზაფხულს ნიშნავდა, დიდი ხელსაყრელში. შიგნით წითელი ფერი ჰქონდა, მუდმივი ძალა, თან დაზდებდათ მაგათ და ღვინო და სპეციალობა და მაგათ ჰქონდათ ორთაბრძოლის ბევრი სისტემა, ლაშქრობის გამოვლინების და ჰქონდათ თავისი კოდექსი რაინდული. აი სუფიური ორდენები რო იყო, აი ორდენული კანონებით ცხოვრობდა იცით. ხოთით უსტაბაში რა დიდი ძალა ჰქონდა. ხოთით და ეს თელი მათი აღზრდა ბავშვობიდან როცა მიიყვანე და აღზრდა თელ ამ სკოლას გადიოდა. შვენიერი ორთაბრძოლის სისტემები ჰქონდა. მუშტიკრივის სამი დიდი სისტემა ჰქონდა, საიდათი ცნობილი. თელი თბილისი 3-4 დღე ბრძოლობდა. იქ ხის მახვილი იყო და შურდულები იყო და მუსტიკები. ქვებსაც ესროდნენ ერთმანეთს. ხო. და როგორც გრიშაშვილი წეს რამდენიმე კაცი აუცილებლად შემოაკვდებოდა. არა, დაიჭირებოდნენ ხოლმე და ხო. და მეორე ჰქონდა თვითონ მუშტიკრივი. ყარაჩოღელები მუშტიკრივის შენელეთებს ფლობდნენ და ერთ-ერთი ნაირსახეობა არის ხრიდოლი. ხელს უთავებენ, არა? ხო, იქ ორი დადგებოდა, აერჩევდნენ ვინ იყო პირველი, ვინ მეორე, რო ეთქვა ნარი-ორეშკით. ხო და ეს ვაჟკაცურად ეთქვა, ერთ შემოკრავდა. თვის ადგებოდა, ამას უნდა ეპასუხა და წააგებდა ის, ვის ვეღარ ადგებოდა. მერე ცხრებით, ყოჩაობა, მამლაყინწობა და თავი ყეინობა. ყეინობა იყო, აი ამისი თავი და თავი. ყეინობა და ჩემი გვარის აი ზუსტად აქედან. და
ბოლო სტილი ეს არის შიდა სტილს მე უწოდებ, ეს უკვე ენერგეტიკული სტილი ქონდათ ჩვენ ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის საშუალებით. რას ნიშნავს? ნუ აი რა ვიყო თორნიკე ერისთავი რა ვიყო თქვა. არის მეთოდი ორთაბრძოლისა, რომელსაც შენ უკვე არაკუნთით და რილეთით ერდები, არამედ ენერგიით მოქმედებ. ესე იგი აი ფსიქოლოგიურად მოქმედებ შენი ფსიქოლოგიური ენერგიის მეშვეობით, ხო და იცით რა თუ ეს ყველა ბრძოლაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. არა, შეეული არის ძალიან ესეთი მხარე, რომელსაც ყველას არ შეეძლოს სტილი და აი უფრო განდეგილ პიროვნებებს და სულიერ მოძღვრებს შეეძლოთ. და ამიტომ დავაკეთე. ეს თქვენ ჩამომithოვნეთ ახლა საბრძოლო სტილები, 6 საბრძოლო სტილი. ხო და ეს არის ორთაბრძოლები და საბრძოლო სტილი ეს ალბათ უკვე ცოტა უფრო რატო ორთაბრძოლები? იგით ხარის საბრძოლო სტილი, ანუ საბრძოლო ხელოვნებების სტილი. არა, მე მინდა განვასხვაო უბრალოდ საბრძოლო სტილი და ორთაბრძოლები ერთმანეთისაგან. საბრძოლო სტილები შეიცავდნენ ორთაბრძოლის მრავალ მეთოდებს. მაგრამ თვითონ საბრძოლო სტილი ეს ნიშნავდა უკვე ცოტა უფრო მეც ვიდრე ორთაბრძოლაში მონაწილეობა. ეს იყო უკვე ფილოსოფია, ეს იყო აზროვნება, განსაკუთრებული გარკვეული ტიპის ასტრონომია, და ასე შემდეგ. კოსმოგონია, ენერგეტიკა, ანატომიაც უნდა იცოდე. ახლა ვარჯიშობ ამ სტილში და ჩინელები ამას თაიძის ეძახიან. ზუსტად აი ამაზე არის აგებული, ეს დაფუძნებული არის ადამიანის შიგა ბიოენერგიის რესურსებზე. ესე იგი, შენ კარგად უნდა ფლობდე შენ თავს პირველ რიგში, უნდა ფლობდე შენ ენერგეტიკას, რომ იგი შეგიძლია შეაზაო მიწის ენერგიასთან და კოსმიურ ენერგიასთან. ანუ შენ ხდები გამტარი ამ კოსმიური და მიწის ენერგიებისა და ამას იყენებ როგორც გაჯანსაღების კუთხით, ასევე გაჯანსაღებაში შედის ფსიქოლოგიური სიმშვიდე, შენი ენერგეტიკული დაცვა,
ზანძდელი ხა ერთი ორი სიტყვით გითხრათ ეს ისეთი ხელოვნება არის რომელსაც ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინოს შენ აქ უკვე არ შეგიძლია რომ იყო აი როგორც იცით ლაუძის თუ გავიხსენებთ შენ ახარ მაშინ ძლიერი როცა შეხარ цаრიელი შენ ახარ მაშინ უძლეველი როცა ხარ დამთმო ზანძდელია ეს უკვე საბრძოლო კუთხით განსაზღვრა რა ხარ ძლიერი ხარ და რა ხარ უძლეველი როცა ყველა შენ უთმობ და ყველა შენ შეგიძლია მოგიქნიო შეგიძლია შეურაცხყოფა მოგაყენო შეგი უნდა გაუღიმო და დაოთმო აბა ეს რა გამარჯვება არის მე მგონია ეს არის სწორედ გამარჯვება იმიტომ რომ აი ამის გაგებას მრავალი თეორია ქრისტე სწორედ არ არის გამარჯვებული ქრისტე აი ზუსტად ხო ჩვენი ქრისტიანობა იმიტომ მიესადაგებ ამ საბრძოლო ხელოვნებას რომ იქ მარჯვენა და მარცხენა ლოყა არსებობს მაგრამ ჩვენი გაგებით მარჯვენას რო ვუთმო მარცხენას რო მიუშვი ეს უკვე დარტყმის გატარება არის ანუ მეორე ლოგის მიშორის მომენტში შენ უკვე აერიდი მისი აგრესია და მიუშვი რომ მეორე ლოგი ერთი სიტყვით იმ სტიქიებს რომლებიც არსებობენ ხო გარშემო მაიმას თუ გინდა შენ კარგი მებრძოლი იყო სწორედ ის უნდა შეიგრძნო და იმას უნდა მიყვე ხო იგივე არის აი დაოსიზმში ხო კი აი და ერთი აი რაკი ამაზე არის საუბარი დაოსიზმზე ჩამოვარდა საუბარი ერთი ის მაინტერესებს თქვენი ინტერპრეტაცია ამინის ჯაუძის არა მე მგონი ლაუძის თუ არ ავსდები რომ აი ლაუძი ან ჯაუძი არის ერთ-ერთი მათგანი ეძინა და სიზმარში ხედავდა რომ ეს არის ჯვანცე ხო და რომ ეს არის პეპელა და შემდეგ გაიღვიძა და დაიწყო ფიქრი იმაზე ეს იყო ჯაუძი რომელსაც ეძინა და ხო ეს იზმრებოდა რომ იყო პეპელა თუ ეხლა არის ის პეპელა რომელმაც ეხლა ხო რომელსაც ძინავს და გონია რომ ის ლაუძია ეს არის აი პირდაპირ მაკრო და მიკროკოსმოსური სამყაროების განზომება მართლა ჩვენ არ ვიცით ეხლა ჩვენ პეპლები ვარ თუ სიამოვნებაში ადამიანები ვარ ხო და რომელია რეალური სიზმარია რეალური თუ ყოფა რომელიც რაც დაარქვევ ძალიან ძნელია ეს და ის ზუსტად ამ კუთხით უდგებოდა და ზუსტად აი ეს მაგრამ მეორე მხრივ ახლა დაუშვათ ვიღაცა რომ ჩამცხებს თავში ძალიან კარგად უძნობ რომ რა არის რეალობა და რა არა სიზმარში ისე არ ამწყებ კი გამიცდი და ისე მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქმე შეგრძნება იმისა რა არის სიზმარი და რა არის აი ეს საბრძოლო კუთხით ეს ხელოვნება ის არის რომ თუ მან გამოგიქნია ჩასაცხობად მან თქვენ ტალენტს ადგილას უნდა ნახოს სიცარიელი და მაშინ ეს არის ოსტატობა და იგი უნდა დაიღალოს მუშტის და ფეხების ქნევით და არა იმით რომ იმისგან თქვენ დაარტყათ იმას თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ანუ ეს უკვე უმაღლესი ხედავ ხო და მე თუ მიზახის უმაღლესია თქვენ შეგიძლია უცქიროთ როგორ იქნას მოწინააღმდეგე ფეხებს და ხელებს და ამაში არავითარი მონაწილეობა არ მიიღოთ აი ამის შეიძლება მოგებად მე შეიძლება ერთი თითი წაკრა და წაიქცეს ეს არის ენერგეტიკული ორთაბრძოლა და არა ის არ მომიც აქედან ჩამოგითვათ ის უფრო ბობოქარი და ძალისმიერი ხელოვნებები არის მაგრამ ეს არის უმაღლესი ასე ვთქვათ და ეს ქართულ ტრადიციებშიც იყო თუ არა ზუსტად ახლა მაგაზე ვმუშაობ. ჩვენ წინაპარს ჰქონდა ნარნარი მხარე, ცეკვის იყო ძალისმიერი მხარე და იყო ნარნარი მხარე ცეკვების. ნარნარი მხარე რადგანაც ნაკლებად არის განხილული და შესწავლილი. და ზუსტად ახლა ამ ხელოვნებას რო სწავლობ, ზუსტად მიმოვიდეთ იმ ცეკვებით, რომელიც ჩვენ წინაპრებს აქვს. ეს ცეკვები ისე ძალიან წააგავს ჩვენ წინაპრების მოძრაობას, რომ ძალიან მიადვილდება მისი სწავლა. ვიტყვი რომ მე არცაც არ ავსწავლო. მე უბრალოდ ვიხსენებ ის, რაც ჩემი წინაპარი ადრე ცეკვავდა. აი, ზუსტად ესე გამოდის. იგივე ელემენტების, იგივე იცით რომ ხუთ პირველ ელემენტზეა დაყრდნობილი ეს ხელოვნება. აქტიური და პასიური, იცით რომ ქართული ცეკვები ყოველთვის აქტიური და პასიური ურთიერთჰარმონიის შერწყვა არის. ცეცხლებით ცეკვავდნენ, მიწის განსახიერებას აკეთებდნენ, ლითოლით, მახვილით ცეკვავთ ჩვენ, ხის ჯოხებით მთელი რიტუალები ქონდა. ანუ ყველა ძირითადი პირველი ელემენტი არის ჩადებული ჩვენ ცეკვებში და ჩადებული ამ ხელოვნებაში. და რაც უფრო წლები გადის, რათა ათეული წლები გადის, მე ვატყობ რომ ძალიან ახლოს არის ჩვენს კულტურასთან. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, თუმცა მოსაყოლი ბევრი გაქვთ თქვენ და მეც ძალიან ბევრი კითხვები გამიჩინეთ და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობაცა და თქვენთან საუბარიც. მადლობთ. დღეს ჩემი სტუმარი იყო ბატონი იური ყეინაშვილი,
ალბათ უნდა წარგადგინოთ როგორც მეღვინე კი არა, როგორც ორთაბრძოლების ოსტატი, საბრძოლო ხელოვნების უკაცრავად ხო. ეს ცოტა დაგაქვეითეთ. საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი კარგად ზანდებოდეს ნაყავდეს.